სოფია ბაზარში გავიცანი. თავიდან არ მიმიქცევია ყურადღება. ხოლო მაშინ შევამჩნია, როცა 3 დღე ზედიზედ შემკვერდით დახთან რაღაცა სათვალიერება. ეს იდეა დაიბადა 26 მაისის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კამპანიის მსადებისას. თავისუფლება შეიძლება დროებით შეიზღუდოს, მაგრამ მის მიმართ წყურვილი არ იკარგება. და ეს ფრაზა ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ, იქცა შინაგანი თავისუფლების მეტაფორად. ემოციური და ღირებულებებით კომუნიკაცია ხშირად გარკვეულ რისკებს შეიცავს, განსაკუთრებით ისეთ კატეგორიაში, როგორიც ფარმაცია არის, რადგან ამ სფეროში ხშირად რაციონალური მესიჯები დომინირებს. თუმცა PSP-ს ბრენდის იდენტობა სდება მხოლოდ აფთიაქის როლს, ამ კამპანიით ბრენდი გადმოსცემს ადამიანებზე ზრუნვას და სოციალურ პასუხისმგებლობას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ბრენდის ადამიანურ ხმას. ჩვენი მოლოდინი იყო, რომ ეს მესიჯი გახდებოდა მნიშვნელოვანი, თუმცა კამპანიის გავლენა ამ მოლოდინებს გასცდა. ეს კამპანია შეფასდა საერთაშორისო კონკურსებზე, სარეკლამო ფესტივალებზე, სადაც აღინიშნა ამ იდეის მნიშვნელობა, ემოციური ნარატივი და რაც მთავარია, ბრენდის გამბედაობა. მიღებული ჯილდოები არა მხოლოდ პროფესიული აღიარებაა, არამედ დადასტურება იმისა, რომ ადამიანური ღირებულებებით კომუნიკაცია მნიშვნელოვანია ბრენდებისთვის და ყოველთვის კარგად მუშაობს. PSP-ს გუნდი აქტიურად იყო ჩართული ვიდეოს წარმოების პროცესში იდეის ფორმირებიდან საბოლოო შედეგამდე. იყო არაერთი სირთულე, რასაც წავაწყდით, თუმცა ვიდეოს პირველივე ვერსია დადასტურდა და ეს იყო ის ვერსია, რომელიც საბოლოოდ მაყურებელმა ნახა. კიდევ გავუშვი? კი. ფრენა ხომ არ დაავიწყოთ? ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებოდ. ალბათ ეს იყო ემოციურად და შინაარსობრივად ყველაზე ღირებული კამპანია ბრენდის ისტორიაში და საზოგადოების მხრიდან გამოხმაურებაც იყო ძალიან გულწრფელი. კამპანია იმდენად ახლოს მივიდა ემოციურად თითოეულ ინდივიდთან, რომ მესიჯი ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ, დღემდე სხვადასხვა კომუნიკაციაში გვხვდება. PSP-მ დაადასტურა, რომ მას შეუძლია ისაუბროს საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს თემებზე გულწრფელად და ღირსეულად. პირველად იდეა რაც გაჩნდა იყო ის, რომ ჩვენ გვინდოდა ჩვენი მეგობრები და კოლეგები დაგვებრუნებინა მათ პროფესიაში. ანუ ის ადამიანები, რომლებსაც თავისუფლება აქვს შეზღუდული და არიან ესე ვთქვათ სინდისის პატიმრები, მაგალითად გიორგი ოკმალაშვილი დაბრუნებული იყო რეჟისურაში და ანდრო ჭიჭინაძე დაბრუნებული იყო სამსახიობო საქმეში. შენარზე ფიქრის პროცესში დავიწყეთ ფიქრი, რა სიმბოლოებით შეგვიძლია გამოვხატოთ ის თუ რა არის ადამიანი, რომელსაც თავისუფლება შეზღუდული აქვს და აქ ერთ-ერთი მიმართულება გაჩნდა ზუსტად ჩიტები, რომლებიც გალიაში არიან, იმიტომ რომ პირდაპირ მეტაფორა იყო იმ ადამიანების რომლებსაც უყვართ ფრენა და ვერ დაფრინავენ, იმიტომ რომ ის ადამიანები ჩასვეს გალიაში. ყველაზე რთული იყო ამ ვიდეოზე მუშაობის პროცესი თუ როდესმე რამეზე გვიმუშავენ. არ ყავდა ორი მთავარი მოქმედი პირი, რეჟისორი, რომელიც ყველაზე მთავარი არის გადაღებაზე და მთავარი როლის შემსრულებელი. ვიყავით დამოკიდებული იმაზე, ფოსტა რამდენად სწრაფად მიიტანდა და რამდენად სწრაფად შევიდოდა ციხეში წერილი ოკმელასთან, მე ის რამდენად სწრაფად დახატავდა კადრირებას, ტექსტს, თავის ხედვას, მე ის წერილი მოდიოდა ჩვენთან. პარალელურად ძალიან რთული იყო ამ დროს ხმის ჩაწერა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ციხის ტელეფონიდან რეკავდა და ჩვეულებრივი ტელეფონის ჩამწერით ვიწერდით ამას და რამოდენიმე კვირის განმავლობაში თავის მთელ დროს ხარჯავდა იმაზე, რომ დაერეკა ჩვენთან და ჩვენ ეს ხმა ჩაგვეწერა. ეს არის მართლა ამბავი ადამიანებზე, ამბავი თავისუფლებაზე, იმ ადამიანების ენით მოყოლილი და იმ ადამიანების თვალებით დაღდახული, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან თავისუფლების ფასს. ეს ძენდა ამ ვიდეოს ნამდვილობას. ზოგადად PSP-ს ყველა კამპანიას თუ გადავხედავთ, ეს რაღაცნაირად ერთიან ამბავს გვიყვება. და ეს ეფუძნება ბრენდის სტრატეგიულ პლატფორმას, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რაც არის სიმართლის კომპონენტი და ბრენდი ყოველთვის ცდილობს გველაპარაკოს სიმართლე და ამ სიმართლით რაღაცნაირად გამოგვაფხიზლოს, კიდაც შეგვაჯანჯღაროს. მორჩა. კიდევ ერთი წრე მზის გარშემო. კიდევ ერთი ახალი წელი. ახალი ეს კამპანია გაიღვიძოთ, ზუსტად იყო ის, რომ იანვრის პირველ ნახევარში ყველა ვისვენებთ, ყველა გადაღლილები ვართ. არის განცდა, რომ თითქოს 31 დეკემბერს თავდება სამყაროს არსებობა და მთელ ჩვენ რესურს, ფულს, სიხარულს ამ 31 დეკემბერში ვდებთ, რომელიც რეალურად არ არის ახალი წელი. ახალი წელი იწყება 1 იანვარს,
რომელსაც ფაქტიურად დაძინებულები ხვდებით. ზუსტად ამის თქვა გვინდოდა, რომ 1 იანვარი არ არის იმის დრო, რომ რაღაცა ნაბახულსებზე ვიყოთ, პირიქით ეს არის დრო იმისი, რომ გავუიძოთ და რაღაც ახლის კეთება დავიწყოთ ჩვენ თვითონ და არ გქონდეს მოლოდინი იმისი, რომ ჩვენ თუ დაძინებულები და მიძინებულები ვიქნებით, მარტო იმითი, რომ რაღაც პლანეტების განლაგება შეიცვლება სამყაროში, რაღაცა უკეთესობა მოხდება. მართლა გაიღვიძეთ.